საღამომშვიდობისა 273 დღეა დღეს უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 273 დღეა საქართველოს მოქალაქეები უწყვეტად აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირთან ინტეგრაციაზე დღევანდელი დღე დღეს 27 აგვისტოს ცნობილი გახდა რომ პროკურატურამ გააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიში როგორც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ სასაცილოც კი არ არის პროკურატურის განცხადება იმდენად აბსურდული, ბრალი, აბსურდულია მიზეზი, რის გამო დააყადაღეს ეს ანგარიშები. ვართ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მე ვხედავ გიორგი კირთაძეს. გამარჯობა ბატონო გიორგი. 273 დღეა რაც საქართველოს მოქალაქეები უწყვეტად დგანან ქუჩაში და აპროტესტებენ ქართული ოცნების აი ცნობილ გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირზე. დღევანდელი დღე იყო ასე ვთქვათ რაღაცნაირად ერთ-ერთი საკვანძო მომენტი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში დააყადაღეს. თქვენი როგორც პოლიტიკოსის შეფასება როგორია ჯერ აი ამ ფაქტის? ვესმოდეს ის რომ დააყადაღეს ანგარიშები ნიშნავს იმას რომ საქმე არის აღებული და უდიდესი ალბათობით მოხდება ბრალის სარდენა. ცოტა ხანში ამ ორგანიზაციის ალბათ მოვალეობისა თანამშრომლებისთვის და რა დროს კეთდება ეს ამასაც ხო აქვს მნიშვნელობა მაშინ როცა რეალურად რეჟიმს რჩებოდა 3 თუ 4 დღე იმ რაღაცა დავალებების შეასრულებად იმ რეკომენდაციების შეასრულებად რომელიც მას ჰქონდა მიცემული ხო აქ რაზე არის რეალურად საუბარი არის იმაზე რომ პოლიტიკური მასშტაბების წინააღმდეგ უნდა იქნეს ქვეითი ნაბიჯები გადადგმული დემოკრატია უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში და ასე შემდეგ სწორედ ამ დროს რეჟიმი აკეთებს ამას ეს ნიშნავს ძალიან ცალსახა პასუხს ბიძინა ივანიშვილისა ქართული ხალხისადმიც და დასავლელი პარტნიორებისადმიც რომ ის ბოლომდე ამბობს ვარს ამ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებაზე და ახლა ამისა თავიდან ბოლომდე აპირებს ჩვენი საგარეო ვექტორის გადართვას რუსეთის მხარეს რაც კატასტროფამდე მიიყვანს ბუნებრივია ამ ქვეყანას თაობების ბრძოლას რომელიც შეეწირა ამ რაღაცა რუსული ჭაობიდან თავის დაღწევას და ევროპასთან ანუ ნორმალურ ცხოვრებასთან ახლოს მისვლას ესე ივანიშვილი ერთი ხელის მოსვლით ახლა აფუჭებს ეგ პრინციპში ხშირად ვამბობ ხოლმე რომ აი კიდე რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა რომ ყველამ დავინახოთ რომ ის რაღაცა ამ გზაზე დგას რავი მორიგი ძალიან მკვეთრი ნაბიჯი მისი მხრიდან გადადგმული საბოტაჟირებისა ევროკავშირისგან მიმავალი გზის დღევანდელი გადაწყვეტილება თქვენთვის ხომ არ არის ნიშანი რომ ქართული ოცნება პირიქით ცდილობს იზოლაციას კი არ გაურბის არამედ ცდილობს რომ იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა და რატომ აწყობს მოდი ამაზე ვილაპარაკოთ რატომ აწყობს ოცნებას თუ ქვეყანა იქნება იზოლაციაში უნდა გვესწორდეს თქვენ ოცნებას ამბობ ჩემთვის ეს ხალხი მართლა რეჟიმის წარმომადგენლები არიან და თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების რეჟიმი ასე შეიძლება უნდებით უკვე რომ ეს არის მართლა რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში ისინი დგამენ მხოლოდ იმ ნაბიჯებს რაც შედის ჩვენი ისტორიული მტრის იმპერიალისტი რუსეთის ეროვნულ ინტერესებში რაც პირდაპირ შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესთან ხო რატო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროკავშირში ინტეგრაცია თავისუფლება და დემოკრატია თუ გვინდა და ეს იყო ყოველთვის ქართული ხალხის მოთხოვნა. ამისი დაცვა ეხლა შესაძლებელი არის მხოლოდ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. რასაც მოაქვს ის რომ ნორმალურად ვიცხოვრეთ ამ ქვეყანაში სტაბილურობის განცდა გვექნება, გრძელვადიანი პერსპექტივით მშვიდობა გვექნება, უკეთესი რა ვიცი ხელფასი, პენსია, განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. ეს არის ქართული ხალხის ეროვნული ინტერესი. ოღონდ ამის საპირისპირო ამბავია რუსეთის ეროვნული ინტერესები, ამ რუსეთის, რა ფორმაციის რუსეთის ეხა ჩვენ ყავს მეზობლად და ფაქტია რომ ივანიშვილი ერთ-ერთზე ატარებს მის პოლიტიკას. სხვა არაფრით აიხსნება ეს. სხვა არაფრით აიხსნება, რატო გააკეთა მანდამაინს დღეს ეს ივანიშვილმა და მაგალითად არ გააკეთა 3 სექტემბერს, ხო? როცა
თითქოს რაღაცა ვადა ეს 31 აგვისტოს რეკომენდაციების შესრულებისა შეიძლება ყოფილიყო გასული მართლა თუ თითქოს რაღაც საგამოძიებულს უკავშირდება. ეს ხო ნიშნავს, რომ შეგნებული ნაბიჯი არის საბოტაჟი და საბოტაჟი ევროკავშირისკენ მიმავალი გზის და ხოლმე ქვეყნის იზოლაციისკენ წაყვანს. იზოლაციისკენ წაყვანა, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ვიქნებით ძალიან მოწყვლადები და ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, რაც დაგეგმავს კრემლი ჩვენს ქვეყანაში. ვის გვირჩევს, ვინ უნდა გვმართავდეს, როგორ უნდა ვიცხოვროთ და ასე შემდეგ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანს ეს არ გამოვიდა საბოლოო ჯამში და დაინგრა საბჭოთა კავშირის გასწავლაში, რა ვიცი, ყველა სტუდენტი, ხო? რომ ბოლოს საქართველოში და რესპუბლიკის საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებშიც რაღაცა სხვა ამბები ხდებოდა. ისეთი ამბავი ხდება ეხლა ჩვენ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოყალიბებულია იმ წმენაში, რომ მას შეუძლია იცხოვროს უკეთ. და ეს უკეთ ცხოვრება არის დასავლურ სამყაროსთან ჩვენი აქტიური ურთიერთობით და ასევე ჩემი აზრით მზად არის ხალხი იმისთვის, რომ ამ სიკეთისთვის არა მხოლოდ რაღაცა ოცნებები და სურვილები ქონათ, არამედ იბრძოლონ კიდეც. იბრძოლონ შვიდობიანად, ქუჩის პროტესტით და ასე შემდეგ. და ამის შედეგებს ყველანი კარგად ვნახავთ. შორს ვარ მე იმაზე და რომ ივანიშვილს შეუძლია ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას რაცა ესე მოუგოს და ვერ მოუგოს. ძალიან დიდი მადლობა. ეს ხო გიორგი კირთაძე. დაგხვედავ ბატონ ლევან ცუცქირიძეს. გამარჯობა ბატონ ლევან, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი. დღევანდელი ამბით 7 არასამთავრობო ორგანიზაციას დაუყადაღეს ანგარიშები. თქვენთვის ადამიანისთვის, რომელიც ამ ქალაქო სექტორიდან მოდის და ახლა არის პოლიტიკაში, რას ნიშნავს ეს და რა შეფასებას გააკეთებთ? ჩემი აზრით ეს არის პირდაპირ გადაჭრა ქართული ოცნების მიერ ევროპასთან დამაკავშირებელი დარჩენილი ძაფების, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ 31-მდე იყო დადგმული პირობა ევროკავშირისგან, რომ რაღაც ნაბიჯები ქართულ ოცნებას გადაეცა იმისათვის, რომ დაბრუნებოდა ევროპულ კურსს და საქართველოს მოქალაქეებს შეძლებოდა თავისუფალი მოსვლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი იქამდე და აი დღეს მათ გადადგეს ზუსტად ეს ნაბიჯი. ანუ ამით მათ თქვეს, რომ არ გვაინტერესებს, ჩვენ ვართ მზად ყველაფრისთვის, ოღონდ არ დავკარგოთ ძალაუფლება და არ დავკარგოთ აი ამ კორუფციულ ხუნთთან კონტაქტი. ანუ ქართული ოცნების მთავარი ამოცანა რა არის? ქართული ოცნების მთავარი ამოცანა არის მუდმივად იყოს ხელისუფლებაში და მუდმივად კონდეს ხალხის ხარჯზე ფულის შოვნის შესაძლებლობა. ეს არის მთავარი ამოცანა. და ყველაფერი რაც მას ამაში ხელს უშლის, მე ცხადდება მტრად, საზიანო deep state ან გლობალური ომის პარტია და ასე. ეს არის. არასამთავრობო ორგანიზაციების რა თქმა უნდა ამაში ხელს უშლიან. ხელს უშლიან რატო? იმიტომ რომ ისინი მაგალითად ხალხს უყვებიან კორუფციის შესახებ სიმართლეს. ისინი საუბრობენ არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე. ისინი საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ძალადობაზე, ყველაფერი იმაზე რაც ხდება. ამ ორგანიზაციებს რომ მოაშთო, მერე უკვე ვერავინ აღარ გაიგებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ ვერაფერს. მინდა გკითხოთ, რატომ აწყობს ქართულ ოცნებას იზოლაცია? იმიტომ რომ ეს ნაბიჯი ასე იქნა დღეს წაკითხული 31 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე, ესეთი მკვეთრი ხისტი ქმედება პროკურატურის ხელით. რაში აწყობს ქართული ოცნების რეჟიმს იზოლაცია? იზოლაცია მისთვის არის მარტივი მართვის შესაძლებლობა საზოგადოებას. მათი შეხედულებით მე ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან პრაგმატულად, ძალიან დიდ და მათთვის ფატალურ შეცდომას უშვებენ ახლა, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ თუ ეს ქვეყანა ჩაიკეტება, მერე უფრო ადვილად ჩამოკიდებენ ამ ქვეყანას რუსულ ანკესზე და საზოგადოებას, რომელსაც აღარ ექნება თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა, აღარ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ თავისი თვალით დააკვირდეს რაღაცას და არ დაიჯეროს ეს deep state და რაღაც კონსპირაციები, ხო? აღარ ექნება დამოუკიდებელი შემოსავალი, მაგალითად ევროპულ ქვეყნებში მუშაობის შედეგად და დამოკიდებული გახდება აი ამ სოციალურ შემწეობაზე და აი ამათ საჯარო სექტორში გადახდილ ხელფასებზე, რომელშიც ნებისმიერ დროს წაართმევენ ნებისმიერამდე. მათთვის იზოლაცია არის საზოგადოების კონტროლის შესაძლებლობა, ხო? რომ უფრო ადვილად დაიმორჩილებენ, ფიქრობენ ასე საზოგადოებას და სწორედ ამიტომ დგამენ ამ ნაბიჯსაც. მიდიან შეგნებულად, შუბლით
აი ამ საქმეს. თქვენ ხართ პოლიტიკური პარტია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენს პარტიას აქვს ინიციატივა, უბრალოდ საკანონმდებლო ინიციატივა ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით. მოკლედ რომ გითხრათ ამ კანონის შესახებ და ასევე დღევანდელ კონტექსტში ეს კანონი რამდენად შეიძლება შეეხოს ქართული ოცნების დღევანდელ ხელისუფლებას, რა ნიშანთვისებები და წინაპირობები არსებობს ამ საკითხს. მე ღრმად ვჯერა იმის, რომ ჩვენ რომ თავის დროზე მიგვეყო ლუსტრაციის კანონი, დღეს ამ ვითარებაში აღარ აღმოჩნდებოდა, იმიტომ რომ დღეს მართლა ჩვენ ვხედავთ რუსული გეგმის, რუსული სცენარის განხორციელებას საქართველოს და ეს შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ჩამოვაცილებდით კგბ-ს თანამშრომლებს და კგბ-ს მემკვიდრე ორგანიზაციების თანამშრომლებს სახელმწიფოს მართვას. რაც შეეხება მომავალს, ლუსტრაციის კანონის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ ისაც ახლა გვაქვს, მომავალში არ განმეორდეს და მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი უნდა შეეხოს ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს შეგნებულად მონაწილეობს რუსული ჰიბრიდული ომის მხარეს, რუსეთის მხარეს და აი დეზინფორმაცია იქნება ეს პოლიტიკის კეთება თუ სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც რუსეთს აწყობენ, აი ეს ადამიანები აღარასდროს აღარ უნდა დაუბრუნდნენ სახელმწიფო მმართველობას. ბუნებრივია, ლუსტრაციის კანონი არ უნდა იყოს ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველი, ამიტომაც ეს უნდა გააკეთოს სანდო ახალმა ორგანომ, რომელსაც შექმნის ახალი პარლამენტი. ეროვნული მეხსიერების საბჭო ესე ერქმევა სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის და ახალი მთავრობის წარმომადგენლების მიერ. ლუსტრაციის კანონი ჩვენთვის იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც წარმოადგენთ ახალ პარლამენტში და ეს იქნება ალბათ ძალიან დიდი ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიაროთ ის მკინეული პროცესი, რაც სხვა ქვეყნებმა გაიარეს და რის შემდეგაც ისინი ბევრად უფრო ძლიერი საზოგადოება და ბევრად უფრო ძლიერი სახელმწიფოები გახდნენ. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო ლევან ცუცქირიძე, თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი და გვხედავ დავით ჩხაიძეს. გამარჯობა ბატონ დავით, ბათუმელების პირდაპირ ეთერში მინდა გკითხოთ, რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ. დღეს საუბრობთ, ჩვენ გვაქვს ხოლმე ყოველ დღეს სხვადასხვა თემა, რაც ხდება ქვეყანაში და დღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციას დაუყადაღეს ანგარიშები. თქვენთვის როგორც საზოგადოების წარმომადგენლისთვის რას ნიშნავს, აი როგორ შეაფასებთ ამ ქმედებას, რომელიც პროკურატურისგან გახდა ცნობილი? მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი რეჟიმის ყველა ნაბიჯი ემსახურება ქვეყნის იზოლაციას დასავლეთից. ეს არის ერთ-ერთი რადიკალური ნაბიჯი, რომელიც უკვე არა გამჭირვალეობას ეხება, არა ანგარიშვალდებულებას ეხება, ამით ლაპარაკია უმძიმეს ბრალდებებზე, რაც არის საბოტაჟი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ეს არის პირდაპირი ცდილობა, რომ საქართველოში ამოძირკოს ყველანაირი დასავლეთ გავლენა და ყოველდღიური ანგარიშვალდებულება დასავლეთის მიმართ და პირიქით საზოგადოების წინაშე. უმძიმესი ფაქტია, მე ვფიქრობ, ეს გაპირობებულია გარკვეული შიშით, რომ როგორც ჩანს, რეჟიმი არ არის მზად, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანას სულიზო მიმოსვლა და სულიზო მიმოსვლა შეწყდება. რატომ სჭირდება რეჟიმს იზოლაცია? აი ყველას ამას ვეკითხები დღეს. აი რაში აწყობს? რა ბენეფიტს მიიღებს აქედან რეჟიმი? ისეთ რა ჩემთვის გაუგებარი არის, იმიტომ რომ ორი მიმართულებით აქტივობენ. ერთი არის, რომ საზოგადოებაში ამკვიდრებენ მას თითქოს ჩვენ უსამართლოდ გექცევა ევროპა, თითქოს გთხოვს ისეთი კანონების შესრულებას, რაც წინამდებობაში არის ჩვენ ტრადიციული ღირებულებებთან. ერთი მხრივ ამას ამკვიდრებს და მეორე მხრივ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სალუზო რეჟიმი შეწყდეს. ურთიერთობები ევროპასთან გაფუჭდეს. ურთიერთობები არათუ წინ წავიდეს, არამედ საერთოდ შეწყდეს და ამიტომ ეს გაუგებარი არის. აი მანდ არის სწორედ ის, რომ სერიოზული ეჭვი ჩნდება, რომ ეს რუსეთის სასარგებლოდ კეთდება. ეს ეჭვი არათუ ეჭვი ჩნდება
გაუგებარია ეს ნეფსით ხდება თუ უნებრივი. და არასამთავრობოების როლზე მინდა გკითხოთ, რეალურად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ამ ორგანიზაციებს გაკეთებული. თქვენთვის როგორც მოქალაქისთვის ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობა რას ნიშნავს? როგორ ხედავთ თქვენ როგორც ერთ მოქალაქეს ან სხვა მოქალაქეებს როგორ ადგებათ ეს ორგანიზაციები? ცით რა არის არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩვენ ხო ხელისუფლებას 4 წლის ვადით ვენდობით და გადავცემთ ასე ვთქვათ ძალაუფლებას და ასე ვთქვათ პასუხს ვთხოვთ არჩევნებიდან არჩევნებამდე, მაგრამ 4 წელი არის ძალიან დიდი ვადი. ხელისუფლების ანგარიში ვალდებულება პირველ რიგში ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე და ფუნქცია, რომ სანამ მეორე არჩევნები მოვა, მუდმივ მონიტორინგის ქვეშ იყოს ხელისუფლება, მუდმივად ანგარიშვალდებული იყოს ხელისუფლება საზოგადოების წინაშე და როდესაც ამას შენ ასე ვთქვათ ამ თვალს აბრმავებ, ეს ნიშნავს, რომ ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ საერთოდ უღურებელია. და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ლაპარაკი არის ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე, კანდიდატი ქვეყანა ვართ ევროკავშირის, მნიშვნელოვანი არის ანგარიშვალდებულება ჩვენ პარტნიორებთან. და აი ამ ანგარიშვალდებულებას უწოდეს სწორედ მათ ანგარიშვალდებული საქმიანობა და საქმიანობა უცხო სახელმწიფოების სასარგებლოდ. როგორ შეიძლება იმ თანამეგობრობის ასე ვთქვათ ინტერესებს უწოდო აგენტურული, რომელშიც გაწევრიანებას ცდილობდა, რომლის ნაწილის და ინტეგრაციაც შემგინდა, რომ ინტეგრაცია მოახდინო ამ ნაწილში. დემოკრატიული სტანდარტის მიმართ როგორ შეიძლება ანგარიშვალდებულება დაახშო და ჩაახშო. რა ევროინტეგრაციაზე არის? ეს ფრენად გადაბმული არის ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა, ეს ხო დავით ჩხეიძე. მოგესალმებით, დავით ჩხეიძე, სამოქალაქო აქტივისტი, ხომ ესეც შეიძლება ყოფილი საჯარო. მადლობა, ვართ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. გამარჯობა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. დღეს საუბრობთ პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, საიდანაც თემმა ქვეყანამ გავიგეთ, რომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას ანგარიშები დაუხადავეს. თქვენ შეფასება მინდა პირველ რიგში როგორც მოქალაქის, როცა ეს ამბავი გაიგეთ, რა რეაქცია გქონდათ? რას ნიშნავს თქვენთვის ეს? ჩემთვის ამ მოულოდნელი იყო თქო, ვერ მოგატყუებთ, ან ველოდი რომ რაღაც ფორმით გაძლიერდებოდა ზეწოლა და წნეხი არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებმაც მიუხედავად ყველა პრობლემისა და მიუხედავად ყველა ზეწოლისა, მაინც გააგრძელეს მუშაობა და სამოქალაქო აქტივისტების და ზოგადად მოქალაქეების დაცვა და საკუთარი ფუნქციის შესრულება. ამიტომ ველოდი რომ რაღაცა ფორმით ეს წნეხი გაძლიერდებოდა, თუმცა მაინც შოკის მომგვრელი იყო ის ბრალდება, რომელიც წაუყენეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით აბსურდულია შინაარსი, თუ როგორ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მოქალაქეებს, სწორედ აი ამ დახმარებისთვის რაღაცა ტიპის საბოტაჟის ბრალდებით, რაიმე ტიპის გამოძიების სამიზნე გახდეს. მე მგონია, რომ ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება კიდევ უფრო ამძიმებს ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან 31 აგვისტოს დედლაინის წინ და იმის მაგივრად რომ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანას შემოარჩუნოს ვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, პირიქით ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს პრივილეგია ქართულმა ხალხმა დაკარგოს და აღმოჩნდეს იზოლაციაში, რაც ჩემი აზრით იქნება ძალიან დამაზიანებელი ყველასთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის პირველ რიგში და ყველაზე მეტად შეეხება მათ ცხოვრებას და ცხოვრების ხარისხს. აქ დღეს ვისაც ვესაუბრე, ყველა ამბობს, რომ იზოლაციისკენ მივდივართ და ფაქტია, რომ ამ იზოლაციას ხელს უწყობს ქართული ოცნება. ჩემი კითხვა, რაში აწყობს ქართული ოცნებას
ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა. რა ბენეფიტებს მიიღებს ამის გარეშე ფაქტია რომ ასე არის მოიქცეული. მე მგონია მან ძალიან მარტივად არის საქმე, ეს აწყობს იმაში რომ ზუსტადაც კონდეს კარგ პლანში და სრული თავისუფლება ქვეყნის შიგნით მოქმედების, იმ კორუფციული თუ სხვა ტიპის საქმიანობების განხორციელების, რომლის გამოც არის ამდენი ხანი ქართველი ხალხი ქუჩაში და ეწინააღმდეგება ამ რეჟიმს, შესაბამისად, ჩემი აზრით, ყველაზე ადვილი იქნება საქართველოში მათი მმართველობის de-facto მმართველობის გახანგრძლივება თუ საქართველო აღმოჩნდება სრულ იზოლაციაში მოწყვეტილი მის სტრატეგიულ მეგობრებს, იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს ქვეყანა 30 წლის მანძილზე გააძლიერა ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება, გააძლიერა განათლება, გააძლიერა მედიცინა, ჯანდაცვა და ყველა ის ხელშესახების სიკეთე მოგვცა ჩვენ, რომლითაც დღეს ჩვენ სარგებლობთ და უკვე ფაქტია, რომ ნელ-ნელა ბევრი რაღაცით ვეღარ ვსარგებლობთ და კიდევ უფრო გამძაფრდება ეს პროცესი. დასასრულს მინდა გკითხოთ მნიშვნელობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების, რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა და რა სარგებელი მოუტანა აქამდე ბოლო 30 წელიწადზეა საუბარი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყანას, იმიტომ რომ პროპაგანდა ცდილობს ის ღვაწლი და ის შრომა, რაც ამ ორგანიზაციებმა ჩადეს ქვეყნის უკეთესი ქვეყნად ქცევაში, გააუფასუროს. არ არსებობს საზოგადოებრივი ცხოვრების და ზოგადად ჩვენი ცხოვრების არც ერთი სფერო, ვერ დამისახელებთ ერთ-ერთს, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში არ აქვთ თუ წამყვანი არა, ერთ-ერთი წამყვანი როლი ნათამაშები. დაწყებული სკოლამდელი განათლება, სასკოლო განათლება, საუნივერსიტეტო განათლება, პროფესიული განათლება, ჯანდაცვის საკითხები, ცეჰეპატიტის პროგრამა, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ჩვენ ქვეყანაში, მაგალითად ამ პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელი მთავარი აქტორი იყო სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, რომელიც დღეს იმ 7 დაყადაღებულ ორგანიზაციას შორის არის და ერთ-ერთი მთავარი საქმე სწორედ ამ ფონდმა გაანახორციელა. მოქალაქეების უფლებების დაცვა სახელმწიფოს წინაშე, როდესაც მაგალითად მოქალაქეები ვერ იმტკიცებდნენ საკუთარ მამავარისეულ მიწებს და მათ სჭირდებოდათ უფასო იურიდიული დახმარება, მაღალკვალიფიციური და ათასობით საქმე აქვს მოგებული არასამთავრობო ორგანიზაციებს მოქალაქეების ინტერესებისთვის და მათ სასიკეთოდ. წლების განმავლობაში ეს მარტო ამ ხელისუფლების დროს კი არა, ამ 30 წლის მანძილზე სფერო არ არსებობს. ეს იქნება იგივე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების თუ მათთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და ასე შემდეგ. უბრალოდ არ არსებობს სფერო, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არ აქვთ თავისი ძალიან მნიშვნელოვანი როლი ნათამაშები. აღარ ვსაუბრობ მედიის გაძლიერებაზე და სამოქალაქო აქტივიზმის ზოგადად გაძლიერებაზე ქვეყანაში, ეს ისედაც ყველა ვიცის, მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ეს ორგანიზაციები უშუალოდ მათთვის ქმნიდნენ სიკეთეს. და ეს ძალიან სამწუხაროა და იმედი მაქვს, რომ ყველა მიხვდება რა მნიშვნელობის შეიძლება იყოს და რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაქრობა ქართული საზოგადოებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი სახელი და გვარი? დიდი მადლობა. ვართ ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. შეიძლება ჩაგდოთ. დღეს დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია. თქვენი როგორც მოქალაქის რეაქცია რა იყო, როდესაც ეს ინფორმაცია მოისმინეთ? ამას კატასტროფის არ უწოდებ, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაციები, რომლებიც მოქალაქეებს იცავენ სხვადასხვა კუთხით, საფარს როგორ შეიძლება საერთოდ წარმოუდგენია და რა მიზეზიც არის საუბარი ღალატი და ასე შემდეგ. საბოტაჟის და ყველაფერი არჩევა საშინელება ადამიანს დააბრალო ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანების უფლებებს იცავენ. ყველაფერი რაც პოზიტიურს ყველაფერი ადამიანს იცავს და აძლიერებს, მანაც არის მტკვრილი და ცდილობა ყოველდღე გაანადგუროს. როგორია სახელმწიფო, რომელიც ბრალად აქცევს მოქალაქისადმი გაწეულ დახმარებას?
რა ტიპის სახელმწიფოა ეს სახელმწიფო? ეს სახელმწიფო აღარ არის. სახელმწიფოში არის წესები, სახელმწიფოში არსებობს კანონები, სახელმწიფოში არსებობს სამართალი. ეს არის კრიმინალური რაღაცა. კრიმინალურ ქვეყანად აქციეს აბსოლუტურად ყველაფერი წაშალეს და გიკრძალავენ სოლიდარობას, ეზიზღებათ ერთგულება, ეზიზღებათ ადამიანის უფლებების დაცვა. მართლა ყველაფერი რაც შეიძლება ნათელი იყოს, ყველაფერი რაც შეიძლება პროგრესი მოიტანოს და განვითარება, ყველა სფეროში აბსოლუტურად. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო მსახიობი ნაგა თბილისიშვილი. ვართ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და საუბრობთ დღეს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში დაყადაღა დღეს საქართველოს გამარჯობა ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. დღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღა საქართველოს პროკურატურამ. თქვენი როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის რეაქცია როგორი იყო, როდესაც ეს ინფორმაცია გაიგეთ? ეს ძალიან შემაშფოთებელია, იმდენად ძალიან სოროსის ფონდ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ხელს უწყობდნენ ჩვენი არა მხოლოდ შვილების სწავლას, განვითარებას და წინსვლას, თუნდაც შესაძლებლობები, რომ წასულიყვნენ უცხოეთში, გაცნობოდნენ უცხოურ კულტურას, უცხოურ ცოდნას ჩამოეტანათ საქართველოში. მე პირადად კულტურის სფეროში ვმუშაობ და ძალიან ბევრმა ფონდმა ხელი შეგვიწყო, ჩვენ წავსულიყავით უცხოელები ჩამოგვეყვანა საქართველოში, გვენახა მათი კულტურა, დახმარებოდნენ ჩვენ და მიჩემს ეს ძალიან აღმაშფოთებელი ფაქტია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია, რასაც ამჟამად აკეთებს ჩვენი მთავრობა, რომ შეგვიზღუდა უცხოური წყაროები და უცხოური შემოსავლები და ჩვენი უცხოელი მეგობრები დააშინა და ვეღარ ურთიერთობენ ჩვენთან. როგორია სახელმწიფო, როგორ სახელმწიფო გესახებათ ის ქვეყანა, რომელიც კონკრეტულ ორგანიზაციებს უკრძალავს მოქალაქეების დახმარებას, ხო, რეალურად ამის გამო დააყათა ეს არასამთავრობოების ანგარიშები. საფრთხე ჩვენ მთავრობა დიქტატურისკენ მიემართება, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ეს ავტოკრატიული რეჟიმი ნელ-ნელა დიქტატურაში გადადის. დიდი მადლობა, თქვენ სახელი და გვარი? საფო დეკანოზიშვილი. და ბათუმელების პირდაპირ ეთერში 273 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეები უწყვეტად არიან შეკრებილები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირზე.